შუა დღემშვიდობის მოგესალმებით სპორტის თემაა პირდაპირ ეთერში დღეს ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს ტყიბულის მეშახტეს მთავარი მწვრთნელი ლადო ბურდული ამ გუნდმა ჩემი გადმოსახედიდან მართლაც საოცრება ჩაიდინა მესამე ლიგიდან მეორე ლიგაში დაწინაურდა ხოლო გასულ სეზონში მეორე ლიგიდან პლეი-ოფის გავლით ამოვიდა უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში რომელსაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ქვია და წელს ექნება სადებიუტო სეზონი უძლიერესებს შორის ეს ძალიან რთული გზა იყო პრინციპში მე თვალს ვადევნებდი ამ გუნდის შედეგებს ჩემთვისაც გულწრფელად გეტყვით მოულოდნელი იყო თუმცა ამ გუნდმა რამდენიმე კომპონენტის გათვალისწინებით ძალიან დიდი საქმე გასწია და დასავსები დამსახურებულად ითამაშებს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში რომელიც სტარტს აიღებს 28 თებერვალს. შესაბამისად ლადოსთან ძალიან ბევრი სასაუბრო დაბრუნდა, დაგროვდა პირველ რიგში გილოცავთ. მე ზუსტად მახსოვს რომ მესამე ლიგიდან ჩაიბარეთ ეს გუნდი და ყველაფერი ერთბაშად არ მოსულა. მოდი სანამ უმაღლეს ლიგაზე ვისაუბრებთ, გულშემატკივარს ჩვენ მსმენელს მოუყვეთ მეშახტის შესახებ გუნდი რომელიც უმაღლეს ლიგაში არასდროს ყოფილა და თავისი ისტორია ჩვენს თვალსა და ხელშუა დაწერა. მადლობა მოწვევისთვის მოგესალმები ვახო მივესალმები ჩვენ ტელემაყურებელს რადიო მსმენელს ერთად ყველას პირველ რიგში გილოცავთ შობა ახალ წელს ბედნიერი წელი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის კიდევ ერთხელ მადლობა მოწვევისთვის დავიწყებ იქიდან რომ ჩემი და მეშახტეს გზები გადაიკვეთა სულ რაღაც 3 წლის წინ 3-4 წლის წინ როცა არის რა ქვია ლევან ჯაფარიძე ჩვენი მეგობარი ჩემი მეგობარი დაინიშნა მეშახტეში დირექტორად კლუბის დირექტორად და ჩაიბარა კლუბი რომელიც იყო სავალალო მდგომარეობაში გასავარდ ზონაში ორჯერ გავარდა ლიცენზირებით მე სხვა გუნდი უფრო გავარდა და დარჩა ესეთ სიტუაციაში და როცა ესე მოკლედ ვიტყვი რომ მესამე ლიგაში რომ ბრძოლობდა გადასარჩენად როგორც კი გუნდი ჩაიბარა ალბათ სულ მალე რაღაც ალბათ 1-2 კვირაში სტრუქტურა რაღაცა რო ჩამოწერა პირველი ზარი განახორციელა ჩემთან მომიკითხა და მეგობრულად შემომთავაზა თუ წამომყვები ამ ომში ამ ბრძოლაში რასაც ქვია თავიდან ისევ გუნდის აწყობა კარგად მოგეხსენებათ რომ მაგის გამოცდილება რომ იგივე დუშეთის არაგვი მეხუთე ლიგიდან მეორემდე მოვიყვანეთ და აქედან გამომდინარე ლევანი ვიციო შენ ეს გზაო რთულიაო და კიდევ ერთხელ თუ შეეჭიდებიო ხა რა თქმა უნდა ყველას უნდა რომ პირდაპირ უმაღლეს ლიგაში იყო ხანდახან არ გამოდის ხოლმე ხო რა თქმა უნდა ხა და აქედან გამომდინარე დავფიქრდი ხა ის რომ რაღაცას ელოდო და ესე არ მოდის პირდაპირ ვიყავი უმაღლეს ლიგაში მთავარმწვრთნელი მესამეზეც გავედით მეორეზეც გავედით თასის ფინალიც ვითამაშეთ უეფას შესარჩევიც ვითამაშეთ მაგრამ იმის მერე ზიხარ სახში და ესე პირდაპირ არ გირეკავენი მინდა რა ქვია ბაიერნიდან რომ მოდი ჩემთან და ხა მოგვეხმარა სახში წერო ეს შენი აზრი ფილოსოფია ცოტა რა თქმა უნდა ჯობია იმუშაო თუნდაც დაბალ ლიგაში რომ შენი ეს ყოველ ღიური ეს შენი განათლება თან უფრო მეტი ისწავლო რაც პრაქტიკაში ბევრად იოლია ვიდრე ესე ფურცეზე წერო და რაღაც. აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება ლევანის დავთანხმდი ამ შემოთავაზებაზე ჩავიბარეთ კლუბი შევხვდით მოსახლეობას არაჩვეულებრივი ხალხი მომთხოვნი ძალიან ისეთი თავიდან მან მოწინააღმდეგეთ რო ავდიოდი სულ ჯოჯოხეთში მივდიოდი სათამაშოდ მაგრამ ვერავინ ვერ იფიქრებდა ვერც ის გულშემატკივარი დღეს ვისთანაც ძალიან მეგობრობთ და ერთი დიდი ოჯახი ვართ რამოდენიმე წლის უკან მტრები ვიყავით ერთმანეთის ესე ვთქვათ შევხვდით ამ მოსახლეობას გულშემატკივარს ესე ვთქვა და დავისახეთ რომ პირველ წელიწადს შევინარჩუნებდით მესამე ლიგაში ადგილს და უკვე მეხუთე პოზიცია იქნებოდა ჩვენთვის მისაღები რომ არ იყო ის გასავარდ ზონაზე მეორე წელიწადს უკვე აუცილებლად ვიბრძოლებდით იმის რომ გადავსულიყავით ლიგა 2-ში და ლიგა 2-ში შარშან უკვე იყო ესეთი თემა რომ გადავედით ქონდა ამოცანა რომ შეგვენარჩუნებინა ისევ იგივე და მე მომავალ წელს გვებძოლა ანუ როგორც მოხდა როგორც ვილაპარაკეთ უფლისწყალობით და რას დავგეგმეთ ლევანიმ დიდი მადლობა თქვენი ეთერით მინა ლევანის ამ დობისთვის გამოუცხადო კიდევ ერთხელ რომ მანდო ეს დიდი საქმე პირველ წელიწადს ზუსტად მეხუთეზე გავედით ესე ვთქვათ შევინარჩუნეთ ის ბირთვი რა თქმა უნდა სელექცია გაკეთა გავძლიერდით შემდეგი წლისთვის და დასახულ მიზანს მივახციეთ შარშან გადმოვედით
შარშანცი მეორე ლიგაში. ესე ვთქვათ, ლიგა 2-ში. ახლა იქიდან გამომდინარე რომ არ ვართ ეს ფულით განებივრებული გუნდი და ჩვენი ბიუჯეტი საშუალოზე დაბალია. შარშანას დაიგეგმა ის რომ წელს შეგვენარჩუნებინა ამ ლიგაში ადგილი და მომავალი წლისთვის გვებრძოლა, მაგრამ შეიკრა, მაგრამ თუ არის რომ 28-30 ფეხბურთელის ფუფუნება ჩვენ გვყავდა 14-15 გამოცდილი და დანარჩენი ახალგაზრდა ბიჭები მოვიძიეთ და შესაბამისად ვეცადეთ რომ შუაში გვეტრიალა რომ ბოლო ამოცანა ქონდა რომ ბოლო 4 ადგილას არ უნდა მოხვედრიყო. თან ეგ ძალიან სპეციფიური ლიგა. ურთულესია ქულების დაგროვება. მე მახსოვს ყოფილა პრეცედენტები შარშანცის გუნდი, რომელიც უმაღლეს ლიგაში გადასვლისთვის უნდა ყოფილიყო პლეი-ოფში, ბოლო ტურში თამაში წააგო და გავარდა საერთოდ. კი ბატონო. ძალიან მაგალითი ავიღოთ, ძალიან კარგად მომზადებული გუნდი იყო, დიდი ამბიცია ქონა, გადმოვიდა მესამედან მეორეში და პირველივე წელს დაბრუნდა. არაგვის მაგალითი იგივე, ანუ ხედავდით რომ ისეთი თამაშები მიდიოდა რომ ანუ ვერავისთან ქულას ვერ დაგეგმავდა, იმიტომ რომ არ იყო ეს ძალიან ანუ უფრო მეტი საინტერესო ხა შეიძლება სხვანაირად მიიღოს ტელემაყურებელმა, მაგრამ თქვენ რადიო მსმენელებმაც რომ ის რა ქვია არ იყო აი ძალიან გამორჩეული გუნდი, ანუ არ იყო თითქმის 10-ვე გუნდი თანაბარი იყო. 10-ვე გუნდი თანაბარი იყო და სპაერი იყო ერთი რომელმაც თავიდან ძალიან აკრიფა ქულები, მე რუსთავი მეორე წელს რუსთავი გაძლიერდა და დაეწია დანარჩენი აი თუნდაც იგივე სპაერთან თუნდაც იგივე რუსთავთან ჩვენი თამაშებიც რომ იმას ვქნათ აი ის რომ აი ჩვენ აი ძალიან დავიჯაბნეთ ან მოგვიგეს თამაშიდან რაღაცა ესეთი რომ იყო ყველა თამაში ორთაბრძოლა და ვერავის ვერ იტყოდა რომ ეხა ეს გამოვა ამ გუნდთან და მოიგებს რა. ამიტომ ერთნაირი გუნდები იყო და სანახაობრივათაც უფრო კარგი. უმაღლეს ლიგაში თუ ბევრი რაღაცა ცოტა ადრე იყო გადაწყვეტილი ამ ლიგაში, აი კარგად გამოჩნდა კიდევაც შაშარო ბოლო ტურებამდე. ბოლო ტურში მოვიპოვეთ პლეი-ოფის საგზური. აი ამაზე მინდა გითხრათ. ბოლო ტურით ადრე, 3 ტურით ადრე შეიძლებოდა გასავარ ზონაში მოხვედრა. ამ თემაზე მინდა ვისაუბრო, გასაგებია თქვენი გზა ძალიან გეგმაზომიერი მუშაობით, შორის ჩვენ თვალს ვადევნებდით და ძალიან კარგია, რომ ფედერაცია მოგცა შესაძლებლობა და ძალიან რთულია ადამიანი, რომელიც დაკავებულია, რომ წავიდეს ახლა ტყიბულში და თამაშს უყუროს, თუმცა აი YouTube-ის საშუალებით, სადაც ტრანსლაცია ხდება, მეტნაკლებად გვაქვს წარმოდგენა ახლა ვინ არის ახალწვეული. გადამწყვეტი თამაშების მოგება ფეხბურთში ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ არის გამორჩეული თამაშები, რასაც სხვათა შორის სტანდარტული მიდგომები ხშირ შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფს რომ მოიგებ. თქვენ ახსენეთ რომ ბოლო ტურში მოიპოვეთ პლეი-ოფის საგზური და მე პლეი-ოფშიც იქაც დაგჭირდა 11 მეტრიანების სერია თელავთან, რომელიც უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, სხვათა შორის არც თუ ისე ურიგოდ და ნამდვილად არ მეგონა თუ ლიგა 2-ში დაქვეითდებოდა და თქო მე შეხტე აჯობებდა. აი თუ იყო ესეთი მნიშვნელოვანი თამაშების რაღაც განსაკუთრებული პროცესი, რომელიც თქვენ წარმართეთ, იმიტომ რომ მსმენელს ძალიან აინტერესებს როგორ ხდება მომზადება. აი გეტყვით ახლა ყოველთვის ეხა რა ვთქვა რომ ეხა ყველა თავის ფილოსოფიას გამოიტანს ეს ააშკაროს იძახს, ანუ მაგრამ დასამალიც ისე რომ ვთქვათ რომ რამე ისეთი არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ ჩემი საფეხბურთო ხედვიდან გამომდინარე ყოველთვის აბსოლუტურად ან მოსამზადებელი პერიოდის ეტაპს ვანიჭებ ძალიან დიდ მნიშვნელობას, როგორც ყველა. ეხლა ახალს არაფერს არ ვიძახი და ვინმე რომ მოგვისმენს არ მინდა თქვას რომ აი ახალს რას მეუნები. დაგეგმარებაში ყველაზე მთავარი როგორ მიხვალ იმ კონკრეტულ თამაშებამდე. ამიტომ როცა ამხანაგურ თამაშებს გეგმავთ, აუცილებლად ეხა იმას კი არ ვიძახი, რომ სხვა ლიგებს პატივს ავწე, მაგრამ მესამე ლიგაშიც რო ვიყავი, მეორე ლიგაშიც რო ვიყავი, ხო, როცა ვიყავი შარშან მაგალითად. იგიდან გამომდინარე, რომ თვითონ ფეხბურთი ნათამაშების ამ ჩემ მეგობრებს, თავარწნელებს, სხვადასხვა გუნდების, რომელსაც ერთანაც მითამაშია, ხა პრივილეგია თუ არა ეს ეხა სხვამ გასაჯოს, მაგრამ ქონდა ყოველთვის ესეთი რაღაცა რომ უკანონო არ არის ყოველ შემთხვევაში. ამხანაგური თამაშები დავგეგმოთ. აი დინამოს ლადო ეხა კაკაშვილი იყო ჩემი მეგობარი. იქ ბევრი ისე იგივე თამაშობდით მე როგორც მახსოვს. კი ბატონო, იგივე ვალერი გაგუა თელავს ეთამაშები, იგივე გარეჯის გიორგი მიქაძე თავარწნელი. ეხა ერთად თამაშობდით და ეს ამხანაგური დაგეგმება თამაშების არის ჩემთვის ეხა მთავარი რომ ჩემი გუნდი კი ჩვენ ვართ პირველ ლიგაში, ჩემ ფეხბურთელს უმაგას ვეთავ, ანუ ქვედა ლიგაში, მეორე ლიგაში, მაგრამ მე არ ვთვლიდი არც ერთ ჩემ ფეხბურთელს რომ ის იყოს მეორე ლიგის ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, რაღაცას რო გეგმავ, ხო, არ იყურები მარტო ერთ წელიწადზე. რა გრძელვადიანი პერსპექტივაში უყურებდი რომ ეს ფეხბურთელები უმეტესობა უმაღლეს ლიგაშიც
გამოგვადგებოდა. შესაბამისად, სპარინგიც მინოდა ისეთები მოგვეძია, სადაც უკვე გვეცოდინებოდა რასთან გვაქვს საქმე, მირჩევნია წავაგო, სულ ესე ვიზახ რომ 3-0, 4-0, მაგრამ ის შეცდომები დავინახო, სადაც შეიძლება ვთქვა რომ მე აქ მინა გაძლიერება, მე აი ამ გოლში სუსტად ვარ და დავგეგმო სამომავლოდ სწორად. იმ ამხანაგურ თამაშებში ძალიან დიდ უპირატესობას ვანიჭებდი მაგას და თითქმის ყველა თამაში შარშანდელიც რო დავგეგმოთ, ნახავდით რომ ყველა რო გადავავლოთ თვალი, ყველა უმაღლეს ლიგასთან ვითამაშე და შესაბამისად ეს ჩემი ფეხბურთელებიც შეჩვეული იყვნენ. სანაკერბო პაუზებზეც ზუსტად როცა მქონდა დრო, მაგ დროსაც ამხანაგურ თამაშს ავგეგმავდით, მანდაც უმაღლეს ლიგის გუნდებს ვეთამაშებოდა. თითქმის მივედით იქამდე რომ ჩემპიონატში ძალიან კარგი ის იყო, თითქმის ყველა თამაში დაძაბული და მაღალ საფეხურზე ეჭირა გუნდს ის რომ ფიზმომზადება, ტონუსი, ყველაფერი უკვე თავის ფეხბურთელებს და მიუხედავად იმისა რომ 3 წელია უკვე ერთად ვიყავით, უმეტესობა მიცოდა რა მინდა და ის რამოდენიმე ფეხბურთელის დამატებით იოლად გავედით ფონს რომ არ იყო ახლიდან ყველას ახლა 22 ფეხბურთელს რომ მოიყვან, თავიდან უნდა უთხრა შენი რა ფილოსოფია და რა ტაქტიკით გინა ითამაშო. შესაბამისად გაგვიადვილდა რა ძალიან და ამის თქმა მინდა რომ იმ ამხანაგურმა თამაშებამ, იმ სწორე მომზადებამ, იმ ფეხბურთელებსთან ფსიქოლოგიურად მუშაობამ, ჩემი სამწვრთნელო შტაბის და მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბის გაამართლა იმითი, რომ ყველანაირად ამ პლეი-ოფის თამაშამდე მივედით, რომ ჩვენ ვეთამაშებოდით უმაღლესი ლიგის გუნდს, მაგრამ ჩემმა ბიჭებმა იცოდნენ, რომ არც ძალიან დიდი განსხვავება თუ არა და კი გამოჩნდა, რომ არც ერთი თამაში მიუხედავად იმისა, რომ 11 პეტრიანამდე მივედით და ვაღიარებ და ვიძახი, რომ ძალიან კარგი გუნდია. არ შეესაბამებოდა თუნდაც ის თელავი რო თუ ქვემოთ ადგილებზე, იმიტომ რომ კარგ ფეხბურთს თამაშობდა. იგი საკმაოდ ისეთი მშვენიერი სანახავია. ძალიან კარგ გუნდს მოუგეთ. შესაბამისად ორივე თამაში არაფერში არ ჩამოუვარდებოდით. და აქედან გამომდინარე ალბათ ეს ამითიც ფასობს ხო გუნდი, სამწვრთნელო და სამწვრთნელო შტაბის მუშაობა, რომ ეს სეზონი სწორედ დავგეგმეთ. კი ბატონო, ჩვენი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ჩემი აზრით ყველაზე მთავარი პრობლემა, იმაზე უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე თქვათ მცირე ბიუჯეტი, არის ის, რომ როგორც კი სეზონი მთავრდება, თითქმის 9 ფეხბურთელი მიდის, მერე 9 მოდის, მერე ხშირად ხდება ხოლმე, რომ 5-6 კაცი ერთი გუნდიდან მეორეში გადადის. იმის თქმა მინდა, რომ გარდა იმისა, რომ გადაადგილებებია და ეს დროს მოითხოვს მერე დაალაგება თავის ადგილას, დონე არ იმატებს და არც კონკურენცია არ არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში შესაბამისი. თქვენ გუნდში როგორ არის? შეინარჩუნეთ თუ არა ძირითადი ბირთვი, აპირებთ თუ არა კიდე მიუხედავად ისა, რომ ცოტა დრო რჩება ტურნირის დაწყებამდე გაძლიერებას და სად ითამაშებს უმაღლეს ლიგაში დღებულის მეშახტე? პირველი ის, რომ ეს ჩვენი პრეზიდენტის ლევან ჯაფარიძის ეს თავისი გეგმაც სწორე იყო, შარშა როცა ველაპარაკებით უკვე ფეხბურთელებს სეზონის წინ კონტრაქტზე, აუცილებლად პირობა იყო ერთ-ერთი რომ 2 წლიანი კონტრაქტი, მინიმუმ 2 წლიანი კონტრაქტი დაგვეტო, იმიტომ რომ ხა არის გუნდები მაგალითად იგივე იბერია, დინამო, ტორპედო, ამას შეუძლია 3, 4, 5 წლიანი კონტრაქტი და ცოტა რომელიც უფრო ისეთი სხვა ამბიციების დონე გუნდები. ანუ ჩვენიდან გამომდინარე მაქსიმალურად იყო ეს 2 წლიანი კონტრაქტი და ამასაც იმიტომ ვაკეთებდით, რომ თუნდაც იმ ფეხბურთელებმა, რომლებმაც შარშანდელი სეზონი კარგად ითამაშა, ძალიან ბევრი მომთხოვნი ყავდა, თუნდაც ჩვენზე უკეთესი დონის გუნდებიდან. აქედან გამომდინარე ხა რასაც იძახი, სუსტად ეგ არის. ახო რომ თავი დაიზღვიეთ წინასწარ. თავი დავიზღვიეთ წინასწარ, ხა ძირითადი ბირთვი იმის იქინა გამომდინარე, რომ პრეზიდენტმა სწორედ დასახა ეს მიზანი და შევინარჩუნეთ და უმეტეს ფეხბურთელს 2 წლიანი კონტრაქტი ჰქონდა და პლუს ამას ეხლა ვეძებთ რამოდენიმე სამ ფეხბურთელს მოუწერეთ ხელი და კიდევ ერთი 3-4 ფეხბურთელი შევსებით. ლეგიონერები თუ ყავთ? ლეგიონერები ყავს ერთი ეხა ჯერჯერობით, რომელთანაც გვაქვს კონტრაქტი, ეს არის ის ასამოა, კვამე ასამოა. დანარჩენი ველოდებით 1-2 ლეგიონერს ეხლა შეკრებაზეც დაგვემატებიან და შესაბამისად 3-4 ფეხბურთელით უნდა გავძლიერდეთ კიდევ წესით. სხვათა შორის ძალიან ისეთი აქტუალური შეკითხვა არის, რომელზეც მე მაქვს ჩემი პასუხი.
ლეგიონერებთან დაკავშირებით არ მგონია ეხლა რა უცნაურს ვამბობდნენ ამას, ბევრ ქართულ კლუბს ვერ მოუწონებთ გადაწყვეტილებას, გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, რომ ესა თუ ის ლეგიონერი დაემატეს. ყოველ შემთხვევაში მე მგონია, რომ ლეგიონერების უმრავლესობა ისეთი ხარისხით არჯობს ადგილობრივ ფეხბურთელს, რომ მათი ჩამოყვანა იყოს აუცილებელი. მახსოვს მე ზესტაფონის მაგალითი ლეგიონერის გარეშე, მაშინ უბრალოდ კონფერენს ლიგა არ იყო, თორე კონფერენს ლიგის ჯგუფში უკვე შესული იქნებოდა და ევროპა ლიგის ჯგუფში, იმიტომ არ მოხდა, რომ შტურმთან და ბრიუგესთან ორივე თამაში თბილისში რაც ჩატარდა, საჯებო მაშინ რაც საოცარი შეცდომები დაუშვეს, მაგრამ მაშინაც აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგი კონტინგენტი სწორი მუშაობის შედეგად ქართველებით დაკომპლექტებული გუნდი. მე ლეგიონერების წინააღმდეგი არა ვარ, უბრალოდ ბევრ კლუბში ცოტა უცნაურად ბევრი ლეგიონერია ხოლმე, თან ისეთები, რომლებიც შედეგს ვერდებენ. არაფერს ვამბობ გორის დილაზე, რომელიც ყოველთვის ან პირველია, ან მეორეა, ან თასს იგებს, ან სამეულში ტრიალებს. შენი დამოკიდებულება როგორი არის? აი, სწორ პირდაპირ ვთქვა, ჩემი დამოკიდებულება ამასთან, რა თქმა უნდა, ეხა პირდაპირ ვიძახი, რომ თუ ქართველი ფეხბურთელი შენ ეხა ისე არ გამო, რა თქმა უნდა, უპირატესობა აქვს ქართველ ფეხბურთელს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადი ბირთვი ნიჭიერი ფეხბურთელების მიდის რამოდენიმე კლუბში და იქ იყრის თავს 30, 35, 40 კაცი, ხო შესაბამისად ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელო ქართულ უმაღლეს ლიგას და პირველ ლიგას, ანუ ესე ვთქვათ, ითამაშოს ფიზიკურად არ არის. ბევრს უნდა რომ ბევრს გონია, ბევრ შობელს გონია რომ 16-17 წელს ასაკში წაიყვანს უცხოეთში უფრო კარგად განვითარდება. ყველას თავისი ხედველობა აქვს და რა თქმა უნდა ჩემგან ცოტა რთული იქნება ამაზე ვისაუბრო, მაგრამ ჩემთვის ყველაზე სწორი ის არის, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჯერ განვითარდეს აქ, ითამაშოს, მიაღწიოს თუნდაც იმ საქართველოს ჩემპიონი გახდეს, ასიმო იგოსის, საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. კი ბატონო, კი და შემდეგ უკვე გავიდეს. ეს ჩემთვის მაგრამ როცა გვაქვს იმის, რომ 3-4 გუნდში არის ძალიან ბევრი ფეხბურთელი მოყოლი და დანარჩენი გუნდებისთვის ფიზიკურად შეიძლება რომ ყველას უნდა უმაღლეს ლიგას სხვა დანარჩენი ახალგაზრდები ჯერ ვერ შეესაბამებიან, ესე ვიტყოდი ჯერ. ამიტომ უწევს უკვე ფიქრი იმაზე, რომ აი მესამე და ახლა მეოთხე ხარისხოვანი ლეგიონერები ჩამოხდა. ხო კარგად მოგეხსენებათ, რომ იგივე ბრაზილიელები, ნიგერიელები, აი არგენტინელები რამდენი სკაუტი მუშაობს სოფლიოში, რომ საუკეთესოები მოხდნენ ტოპ გუნდებში. ტოპ ლიგებში მინიმუმ. მაგას გულისხმობ, რომ ესპანეთი, იტალია, ბელგია, გერმანია. ხო, აი ზედა ბელგია კიდე ქვემოთ მოვდივართ. პირველი ხაზი, მერე მეორე ხაზი, მე და აი სადღაც მეოთხე ხაზის ფეხბურთელები და ბალკანეთის მერე ვარ ჩვენ. რა თქმა უნდა, აი შესაბამისად, ანუ ერთადერთი მისაღები რატო არის იცი ეს, რომ იმ ნიგერიაში და ამ აფრიკაში იმდენი ფეხბურთელია, რომლებიც პოტენციალის კონე. ხო, თვითონ ურჩევნია, რომ დაბალ ბიუჯეტიან გუნდში ჩამოვიდნენ და აქედან ევროპაში უფრო გაიკვლიონ გზა. ეგეთი მაგალითები ხონია. თუნდაც მაგალითად ბოლო მომენტს ვიტყვი ხა სილა, რომელიც მარტვილის მერანში იყო მესამე ლიგაში, უმაღლეს ლიგაში, ახლა იბერიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მე თურქეთში წავიდა. ახლა დილამ გაყიდა თუ არ ვწდები ორი ფეხბურთელი. აი, ზუსტად ეს მაგალითია, რომ ესე გამოვარდება და აქედან გამომდინარე მასა, რომ რო არა აქვს შესაძლებლობა რომ 10 და 15000 გადაუხადოს ქართულ კლუბს, ეძებს იმ 1500-იან, 2000-იანს, რომ იქნებ ვიღაცამ გაამართლოს და იმიტომ მიდის ეს ბევრი ფერადკანიანის როტაციას და ძიებას და ბრაზილიელები მით უმეტეს იქიდან აქეთ ჩამოსული ბრაზილიელი ხო წარმოგიდგენიათ რომელი ხაზია რა იმაში რო არის რა რომელი ხაზის ტანსაცმელი გაცვი, აი ზუსტად ესია რა. ხო, ხვალდაშორის იშვიათია, მაგრამ ყოფილი. ხვალდაშორის ეხლა გაგრას ყავდა ძალიან მაგარი ბრაზილიელი მცველი. არის ხოლმე, ხო, ხვდებიან ჩვენ ესეთი რომლებიც და აქედან მე რამოდენიმე 1 წელი 2 წელი ითამაშებენ და უკეთეს ლიგაში გადადიან. იცი რა მაინტერესებს იმის გათვალისწინებით რომ გამოცდილება გაქვს თუნდაც მესამე ლიგიდან უმაღლეს ლიგაში მუშაობის როგორ გონია ბალანსი იქნება დაცული, იმიტომ რომ ნებისმიერ ჩემპიონატს თუ გინდა იტალიის სერია იყოს და ლა ლიგა იყოს, ბოლო გუნდი რომ გამოკვეთილია რომ ვარდება 10 ტურში აფუჭებს ჩემპიონატს ბევრი რაღაცის გათვალისწინებით. წელს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს რანგით მეორე ლიგიდან რანგით უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა 3 გუნდი, ანუ პირველი გუნდი მეორე ლიგის ავტომატურად საგზურს იღებს და მეორე პლეი-ოფის მეორე მესამე ადგილოსნები ბოლო მერვე და მეცხრე ადგილოსნებს ეთამაშებიან და აი ამ პლეი-ოფში უმაღლეს ლიგის გუნდები გავარდნენ. მაგრამ
იქნება თუ არა ეს ბალანსი დაცული ძალიან რთულია. რუსთავის შესაძლებლობები ნამდვილად კარგად ვიცით, ნახეთ, კარგი გუნდია, გამოცდილი სპეციალისტით, მეტნაკლებად წარმოდგენა თქვენზეც გვაქვს. მაგრამ მაინც შიგნიდან როგორ ხედავთ, აი მთავარი საფრთხეები რა არის? აი, ნახე გეტყვი ხავე. ჩვენ ყველაზე მთავარი ის რა არის, იცი, რომ ვლაპარაკობთ, რომ აი ლიგებს შორის განსხვავება ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ჩემპიონატი არის 10 გუნდიანი. როცა ევროპაში არის 18-იანი, 20-იანი, შესაბამისად ეხა ეს ჩვენთან რომ გააერთიანო 2-20 გუნდიანი ჩემპიონატი. ანალოგიური იქნება როგორც ეხა მაგალითად ბრიტანეთში, იგივე გერმანიაში 2-3 გუნდი ისო გამოკვეთილია აუთსაიდერს 3-4, ხო? ანუ პრაქტიკულად ერთი და იგივე 20 გუნდიანი რო გახადო, აი როგორც ესპანეთში და პირდაპირ ჩათვალოთ, რომ იგივე იქნება, აბსოლუტურად, რომ იქნება ლიდერები, იქნება შუა ფენა და იქნება აუთსაიდერები. აი რო გავაერთიანოთ, ეხა დარწმუნებული ვიყავი, რომ რუსთავიც, სპაიერიც, ჩვენც სამტრედია მაგალითად ძალიან კაი გუნდის ხოთი. კი ბატონო, ანუ ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში აი თუ ესე რომ წარმოვიდგინოთ, გავაერთიანოთ, რა თქმა უნდა, რომ ეწოდებოდა, რა თქმა უნდა, ქულებს დააგროვებდნენ, მაგრამ მე არ ვიძახი, რომ შეიძლება სხვა მიზნებისთვის ებრძოლათ ზემოთ. აქენა გამომდინარე, ჩვენც ეხა ყველაზე ჩემი გუნდის მიზანიც ის არის, რომ გავიგე რომ არ ვიყავით მზად უმაღლესი ლიგისთვის, გავიგე ის, მაგრამ აქ ვართ ესე მოხდა საკამათოა რატო არ იყავით ეგეც კაი კითხვაა. კი ბატონო, ხო, ნუ სტადიონი ძალიან ყველაზე კაი რაღაცა მოხდა, აი პირდაპირ ვიტყვი, მინდა რომ აი როგორც მწვრთნელებმა, ისე ფეხბურთელებმა, ისე პრეზიდენტებმაც, აი ყველამ აბსოლუტურად, აი რატო არის რეგიონალური ფეხბურთის განვითარებისთვის იდეალური ესეთი რაღაცები. მასშტაბები რო გავზარდოთ და დავაპატარავოთ, ხო? კვარა და ზურიკომ და ამ ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ესე ვთქვათ, ფეხბურთს ძალიან ბევრი ბავშვი ახალგაზრდა დააბრუნა. სტატისტიკურად რო აგვიღო, შუალედში ისეთი ჩავარდნა ქონდა, რომ უმეტესობა ერთი პერიოდი რაგბი იყო ბევრად. აი თქვენ რო კარიერა დაამთავრეთ, აი ეს პერიოდია ძალიან დიდი ჩავარდნა იყო. და გახდა პოპულარული რაგბი, ძალიან ბევრი გამარჯვებები ქონდა და ბევრი თაობა როგორც ხდება, რომ ბავშვი მინდა რომ გამოვიდე ეს, მინდა გამოვიდე ეს რაგბის და დიდი ნაკადი წაიღო, წაგვართვა რაგბმა. კვარას თაობამ ამ ახალგაზრდა ბიჭებმა რომლებმაც ეს შეძლეს და ეს დაავიწყეს, ხო ანუ რატო უყვები აი ვახო ისე მინდა რომ გავშალო რომ ხალხმა გაიგოს რა არის რეალურად რა რატო ხდება ესე დააბრუნავს და ბევრი ყველა ეხა პატარა ფეხს ვინც აიდგავს მინდა რომ კვარა გამოვიდე მინდა რომ მამარდა გამოვიდე ყოფილებს დღევანდელი მოცემულობა ვერ ვიტყვით რომ საქართველოში ცოტა საფეხბურთო სკოლაა მაგრამ ორჯერ მეტი მოთხოვნა კი ბატონო ეხა რეგიონალურ ფეხბურთს რატო ვიძახი ამას ანუ მასშტაბი ის რომ ტყიბულს აი თქვენ არა გაქვთ თქვენი სტადიონი რატო უნდა იყოთ უმაღლეს ლიგაში გავიგეთ ანუ რახან ჩვენი სტადიონი არ გვაქვს უმაღლეს ლიგას არ ვიმსახურებ ხო შეიძლება რომ გქონდეთ ეხა გეტყვით აი უყურეთ რომ გადმოვიდით მესამედან მეორე ლიგაში გამგეობამ ინფრასტრუქტურამ უკვე დაინახა რომ ეს გუნდი ვითარდება და ჩაიდო წელს უკვე დაიწყო 12 მილიონიანი სტადიონის არაჩვეულებრივი სტადიონია ტყიბულში იმის რეკონსტრუქცია რომელიც გახდება თქვა წელიწადში თუ 2 წელიწადში მაქსიმუმ იქნება უმაღლეს ლიგისთვის მისაღები სტადიონი. ეს ხო ეხლა მეორე თემა ყველაზე მთავარი და ესეთი გასახარი თემა რა არის. თქვენ არ ყავთ ბევრი ასაკობრივი ბავშვი. გეტყვით რომ არ იყო რატო ტყიბულში ფეხბურთი ძალიან უყვართ, მაგრამ ტყიბულს როცა პირველი გუნდი ყავდა მესამე და მეოთხე ლიგაში, ის ბავშვი რომელიც იზრდებოდა იმის სურვილი და ოცნება იყო რომ ეთამაშა ქუთაისის ტორპედოში და სამტრედიაში. რაც ახლოს ესმოდა იმერეთში რომ იმერეთის ტოპ გუნდები არის კარგი სადა ტყიბულიდან დადიოდნენ სამტრედიის სკოლაში, ქუთაისის სკოლაში დაყავდათ ბავშვები. დღეს აი ამ პერიოდში ამ 3 წლის მანძილზე რაც ლევან ჯაფარიძე მივიდა და თუნდაც ეს რაც აქ მოხდა კიდევ ერთხელ ვიზახო ერთ კარგ ქალაქს ვაჩუქეთ და იმ ბავშვებს ვაჩუქეთ ის ოცნება რომ ის ბავშვი დღეს რო გარბის ასაკობრივი გუნდები დავამატეთ, ასაკობრივი ტრენერები, მწვრთნელები დავამატეთ, განვითარებას უფრო მეტი დრო ეთმობა და შესაბამისად ის ბავშვი რო იზრდება იძახის რომ მე მინდა რომ ტყიბულის მეშახტეში ვითამაშო. ხო თავის ქალაქის გუნდში თავის ქალაქის გუნდში ვითამაშო და იმას არ ექნება ის სურვილი, სტაბილურობა თუ იქნება რომ წავიდეს და ქუთაისის ტორპედოში ითამაშოს. და შესაბამისად უკვე ეს რეგიონალური ფეხბურთი რო განვითარდება, ქართული ფეხბურთი ბევრად წინ წავა. მე მგონი წელს ყველაზე მეტი რეგიონის გუნდია.
უბრალოდ კახეთი აღარ არის. ცოტა დაგვეჩაგერა, ხო, თუ ეგ თქვენი ბრალიც არის რაღაცნაირად. ამიტომაც ხო, კახეთი ძალიან მნიშვნელოვანია, ხა რუსთავში შენდება სტადიონი და ყველა მუნიციპალიტეტში იქნება საწვრთნელი ბაზა მინიმუმ საერთაშორისო სტანდარტების. იცი რა მაინტერესებს თქვენი საშინაო მატჩების მისამართი რა იქნება ერთი და მეორე. აი როგორც კი თქვენმა გუნდმა დაიწყო ამ შედეგების დადება, შეიცვალა თუ არა ზოგადად ქალაქში სიტუაცია. იმიტომ რომ რეგიონებში გულშემატკივრის პრობლემა რეალურად არასდროს არ ყოფილა. ანუ პირდაპირ ვიტყვი, ის კაი ადამიანების, კაი ხალხი, ჩვენი მეგობრები, გულშემატკივრები, რომლებიც მართლა მე-12 მოთამაშე და ანუ მე არ მახსოვს თამაში გასვლა სახში, არ მახსოვს თამაში 26 თამაში პლუს თასებს თუ ჩავწვით, რომ თუნდაც ის ორი ესე ვიტყოდი, ორი მარშრუტკა ხალხი, რომლებიც სულ ყველა თამაშზე არის ივსებოდა და ერთი 50 კაცი მინიმუმ, მე არ მახსოვს რომ ტრიბუნაზე არ გამეხვდოს თუნდაც გასვლაზე, ბათუმი იქნებოდა თუ სად იქნებოდა და ის ხალხი არ დამენახოს. და თქვენ აი პირდაპირ გეუნებით რომ როცა სტადიონი დამთავრდება ღმერთმა ხანს ის ადგილი შევინარჩუნოთ უმაღლეს ლიგაში და მივიდეთ იქამდე სტაბილურობა შევინარჩუნოთ პირდაპირ გეუნებით პირობა კი არა დარწმუნებული ვარ რომ სტადიონი სუსავსე იქნება სტადიონი იმიტომ რომ ხალხი არის ოცნებაში ზღაპარში რომ ანუ მასში ტრიბულში უმაღლესი ლიგა ანუ პირველად და შესაბამისად ხო წარმოგიდგენე რამდენი ქალაქია ეგეთი და აი არაჩვეულებრივი ხო არა ისეთი რომ ყველას არა აქვს იმისის რომ ისეთი ქალაქები ხმე რაღაცას არ ვიძახი მაგრამ ტრიბული ცხოვრობს მაგითი კალათბურთი უმაღლეს ლიგაშია და ივსება სტადიონი იქ დარბაზი ივსება სტადიონი მე რამდენიმე თამაში მაგ კალათბურთი უმაღლეს ლიგაში იქ ფეხბურთი უმაღლეს ლიგაში და ქალაქი გაცოცხლდა სრული ამ სიტყვის უშუალობით და ინტერესი გაჩნდა კი ბატონო ქალაქი გაჯანსაღდა და იქ ბავშვის კი აღარ უნდა რომ რაღაცა მაგალითი ავიღოთ ხო იქ სტაბილურად ხალხი დადის იციან რომ აი ამ დღეს ფეხბურთია კი ბატონო იქ ის ბავშვის აღარ უნდა რომ ქუჩა იქ ის უნდა რომ გამოვიდეს კალათბურთელი გამოვიდეს ფეხბურთელი ამ პატარა ქალაქში ორი უმაღლეს ლიგაში გუნდი ყავთ. ძალიან კარგია სხვათა შორის მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები და მე მაქვს ჩემი აზრი რომ აი თბილისის გუნდებიც რო იყოს უბნის გუნდები გაცილებით მეტი ხალხი მივიდოდა და გაცილებით მაგარი გულშემატკივრობა იქნებოდა თან ახლა დინამოს ფაქტორი და მესხის ფაქტორი ხა 20000-იანი სტადიონის გავსება ძნელია თან ვაკეში რა მისვლაც რთულია. ვახო ორი ეტაპი გაიაროს. თბილისის ამბავი მაქვს. ელემენტარული ორი ეტაპი სადღაცა რო გაიაროს სიტყვა და ხიხურამ გაიარა და გაივსო მესხი. აი ზუსტად მაგას ვიძახი. ყველანაირი რეკლამის გარეშე. თურქულ გუნდს ეთამაშა. იქ ვიყავ იმ სახო მაგის ვიზა ელემენტარული უნდა პატარა რომ ის ხალხი უკან მობრუნდეს. სწორი ელემენტარული მიდგომა უნდა. მოკლედ მაინც შედეგებზია დამოკიდებული ეს ყველაფერი. თქვენი პროგნოზი როგორ იქნება? ეხა აი მესმის რომ არ არის პროგნოზები მადლიანი საქმე, მაგრამ აი როგორ ხედავთ სეზონის ბოლოს სადახართ და როგორ ამოხსნით ამ ამოცანას რომ უმაღლეს ლიგაში დარჩეთ თქვენი მინიმუმი და მაქსიმუმი რა შეიძლება იყოს ბიუჯეტიდან და რესურსიდან გამომდინარე. ჩვენი რესურსიდან გამომდინარე წელს აუცილებლად უნდა ვეცადოთ აი როგორ თქონ უმკითხავ, მაგრამ უნდა ვეცადოთ რომ უმაღლეს ლიგაში ადგილი შევინარჩუნოთ ეს და ვერ გაგეცი იმაზე პასუხი სტადიონი ჯერ კიდევ ეცე ვიზახი რომ სამგურალის სტადიონი ალბათ საშინაო გახდება ჩვენთვის ამ სეზონში მინიმუმ ამ სეზონში იყო თბილისზეც ლაპარაკი ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია ეს როგორ იქნება რა იქნება სად ვიქნებით რა თქმა უნდა დასავლეთის გუნდი ვარ და დასავლეთში კი რა თქმა უნდა გულშემატკივრისას უფრო ჯობს მაგრამ ორი სტადიონი იყო მითითებული არ ვიცი ალბათ პეტრო არენა თბილისში და სამგურალის სტადიონი ხა იმიტომ ეს იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი სტადიონის ტრიბულის რეაბილიტაცია დაიწყო წელს და უკვე 2 წელიწადში ტრიბულს ექნება სრულფასოვანი სტადიონი რომელიც მოემსახურება უმაღლეს ლიგას ჩვენი ამოცანა ახლა რომ 2 წელი შევინარჩუნოთ ის უმაღლეს ლიგაში ადგილი და რომ შემდეგ წლებში უკეთებულმა იგააგზავნოს მანთან რეგიონული ცენტრი გახდება ხო საფეხბურთო და შეუძლია სხვა გუნდსაც გამოიყენოს ხა ეს არ არის თქვა მარტო ტრიბულის სიკეთე კონკრეტულად მაი პროგნოზი თქვა დაახლოებით რას ფიქრობთ თავარი ბრძოლები მაინც სად იქნება და დავასრულოთ წარმატებებს გისურვებთ ალბათ კიდევ ერთხელ ვიძახი რომ ჩვენი ამოცანა იქნება რომ სადღაცა ბოლო 3 ადგილს კი რომ პლეი-აუტს აცდე და ითამაშო შეინარჩუნო ისე რომ ადგილი სადაც ეს იქნება მთავარი ამოცანა რა. სხვათა შორის მე მგონია ხა რასაც ვაკურდები წინა სასეზონო პერიოდს გუნდებისას და იმ შემადგენლობას რომელიც სხვათა შორის ბევრმა შეინარჩუნა მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული ჩემპიონატი იქნება
ხო, ეს სეზონი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. მე ვერ ვიტყვი, რომ თქვათ 5 და 6 გუნდი თანაბრად იბრძოლებს პირველი ადგილისთვის, მაგრამ ყველა ადგილისთვის ძალიან დიდი ბრძოლები იქნება დარწმუნებული ვარ. დარწმუნებული ვარ მეც მაგაში, რომ ისეთი პირობებია, ისეთი სიტუაციაა, რომ გავიგეთ, რომ რაღაც შეიძლება 2-3 გუნდს განსაკუთრებულად დიდი ბიუჯეტი აქვს. ნუ თქვენთან შედარებით, რომ ისე ზოგადად არაფერი არ არის. კი ბატონო, ჩვენ ამას ხო, რა თქმა უნდა, თორე ისე განსაკუთრებულად შესაბამისად მიუხედავად იმისა, მომავალმა წინა წელმაც გვანახა. შეიძლება ქონდეს დიდი ბიუჯეტი, მაგრამ შეიძლება გახვიდე მესამე, მეოთხეზე, მეხუთეზე. სიტყვაზე აქედან გამომდინარე, ფული ვერ იგებს ბოლომდე ფეხბურთს. იგებს სწორი დაგეგმარება და შესაბამისად ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ვეცადოთ ისე, რომ თითოეულ ფეხბურთელი იყოს არჩეული იმისთვის, რომ იყოს სტაბილური, გაუძლოს ამ 36 თამაშს, ამ წლებს და ბრძოლის უნარიანი ის, რომ სხვას თუ აქვს უფრო მეტი ესე ვთქვათ კლასი, შეიძლება ჩვენ უფრო მეტი მონდომება და ჟინი გქონდეს რა. წარმატებებს გისურვებთ, მოკლედ ტრიბულის მეშახტე, გუნდი რომელსაც ღირსო ყურადღება მივაქციოთ სპეციფიური თავისი ხელწერით. მე გეუბნებით ამას იმიტომ, რომ მინახავს რამდენიმე თამაში. წარმატებები ლადო, მადლობა რომ გვესტუმრეთ და მიულოცოთ ამ ქალაქს ეროვნულ ლიგაში მოკლედ პირველი ნაბიჯები. ნამდვილად. ერთ კვირაში დაგიბრუნდებით.